ეგეთი გრძნობა მეორე არ არსებობს, როდესაც შენი ქვეყნის დროშას ან მაღლაწევ, ან დაბლაუშებ. მაღლაწევ თუ წინა ჩემპიონი ხარ და დაბლაწევ, როდესაც იმ ტურნირის გამარჯვებული ხარ. ასე რომ ეგეთი გრძნობა ძალიან იშვიათია. იყო ქალი ოფროუდერი. ნიშნავს იმას, რომ უვლი შვილებს, უვლი ოჯახს, უვლი შენ მანქანას და აკეთებ იმას, რაც შენ გინდა. თუ ნაბიჯს არ გადადგავთ, ვერაფერს ვერ გაიგებთ ვერასოდეს. ოფროუდი არ არის მხოლოდ საჭისტრიალი, არანაირად. ეს არის ბუნების სიყვარული, გუნდის სიყვარული. მე ვარ მაია გოშაძე, პროფესიით მწვრთნელი პედაგოგი. მე სოთავისუფალი ვარ, მე ესე მახსოვს ყოველ შემთხვევაში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილები ორივე ისე გავზარდე, მარიამს ალბათ ბევრი იცნობს და მართლა ამაყი ვარ, რომ იყო თავისუფალი ადამიანი. მარიამი არ იყო ჩემთვის მარტო შვილი, მარიამი იყო მეგობარი. და ეხლაც რაღაც რომ აქ ხოლმე ხო გავაკეთო არ გავაკეთო და უცებ გამახსენდება რომ უნდა გააკეთო, აბა რა უნდა ქნა. მეტყოდა, ანუ დედა ოთის მაწონას სწორებდა თუ როგორ ავთქვა ეს, ხო? ერთ-ერთ შეჯიბრზე ვარ თურქეთში, მარიამი მიზის გვერდზე და დედა ნელა არა და იცის რომ ნელას როგორც კი მეტყვის, მაშინვე რქები ამომივა, თვალები გამითეთრდება და გასმივაჭერ ფეხს. დედა ნელა და ბოლოს დედა ტონი დაამძიმა დედა. ერთი მანქანა ყავს, ამ მანქანით უნდა დავბრუნდეთ ჩვენს სამშობლოში. მითხრა და აი მან უკვე აგური ჩამარტყა თავში. სათანადოდ შევანელე და ნუ გავიარეთ ის ტრეკი. ძალიან კარგი შტურმანი იყო, იმიტომ რომ გაჯეტებთან ძალიან კარგად მეგობრობდა, რუქასთან ძალიან კარგად მეგობრობდა და მან დეგარი მთავარი. მისი მოვალეობა, ასე ვთქვათ, არის რომ მე მაჩვენოს გზა. მანამდე მარიამიც გრძნობდა, მაგრამ რა თქმა უნდა, მაგ ყველაფერს და 3 თვით ადრე დაიწყო მომზადება ჩემი ნათლული მარიამის, რომელიც ეხლა არის ჩემი შტურმანი. არ ვიცი შემდეგი ხაზზე გამოსწორდეს იქნება, იმიტომ რომ ძალიან სწორად გილებში დავდივართ, რა თქმა უნდა და მოკლედ მომავალ შეხვედრამდე.